სალამი მეგობრებო, დავბრუნდით. დღეს განვიხილავთ UFC Fight Night, ვინისიუს ოლივეირა, მარიო ბაუტისტას წინააღმდეგ. ორი სიტყვით მანამდე შევეხებით წინა ქართს, UFC 325 განვლილს. ვოლკანოვსკი ლოპეზი დამთავრდა კაროჩე. და ორი სიტყვით რო ვთქვათ, ჩვენმა პიკებმა ჩაიკუკა მეორეჯერ ზედიზედ, არც თუ ისე კარგად მიგვდის საქმე, მე და გიოს, რაც დავიწყეთ ეს ჩვენი პოდკასტი. მოკლედ 6-4-ზე გამოგვივიდა ორივეს პიკები, არც თუ ისე სახარბიელოა. კაი გააჯვინე მაგას. ხო, მოკლედ ვოლკანოვსკი დაიტოვა კამარი. მე პირადად ფიქრობდი, რომ ბევრ რაღაცას შეცვლიდა ლოპეზი თავის გეიმში, ამ რემატჩში და უფრო ჭუანასწავლი გამოვიდოდა, მაგრამ თითქმის არაფერი არ შეუცვლია, ისევ დისტანციაზე ედგა ვოლკს და ცდილობდა ქულებით მოეგო რა, რაც ძალიან ძნელი საქმეა. ვოლკს რო ქულებით მოუგო, რავი, ერთადერთი ვინც შეძლო, ისიც მახაჩევი იყო, ერთი წონით მაღლა მყოფი მახაჩევი. და ისიც კონტროვერსიული. ისიც მოიგო თუ არ მოიგო, კაცმა არ იცის რა. ვოლკს თუ გინდა რომ მოუგო, უნდა გათიშო. როგორც ეს ილიამ ქნა და მოახერხა მახაჩევმა ასევე ერთხელ. ბევრს ეგონა რომ ვოლკი პენსიაზე გავიდოდა ამ ჩხუბის მერე, მაგრამ ვოლკმა თქვა პრეს-კონფერენციაზე, რომ არც მქონდაო ამაზე ნალაპარაკებიო, არ ვიცი საიდან მოიტანაო ხალხმაო. ჩემი აზრით, რახან ავსტრალიაში იყო, სიდნიში იყო, ვოლკის ქვეყანაში იყო და ვოლკის ქალაქში იყო, ხალხს ეგონა ალბათ ბოლო ჩხუბიაო, მაგრამ შენივრად გამოიყურებოდა, ჩემი აზრით ისე კარგად გამოიყურებოდა, ძალიან ფრეში იყო ბოლო რაუნდშიც. ჩემი აზრით არანაირი მიზეზი არ აქვს, რომ რეტაირმენტზე წავიდეს. ხო, ანუ ჩვეულებრივად როგორც ძველი ახალგაზრდა ვოლკი ისე იჩხუბა ეხლას რა. არ გაუმართლა რა ლოპეს ესე ვიტყვი. 10 რაუნდი იჩხუბა მთლიანობაში ვოლკთან და ვოლკთან მოუწია ეს 50 წუთი. აი სხვა რო ყოფილიყო ვინმე ჩემპიონი, კიდე უფრო მეტი შანსი ექნებოდა ალბათ რა. სტილისტიკურად არასახარბიელო დიეგო ლოპესისთვის. ხო, ვოლკი ძალიან მაგარია რა, აი ესე ქულებით. დაჟე აი ილიამ სანაგათიშავდა პირველი რაუნდი მოუგო ილიასაც ვოლკმა. ხო და ძალიან რთულია რა. ფიქრობ ლოპეს უფრო უნდა ჩაეთრია აი ჭუჭყიან გაცვლებში. და რამე მოერტყა. აი მე მოერტყა. მესამე რაუნდში რომ მოარტყა, მესამე რაუნდის მეორე არ იყო? მესამე იყო. მესამე რაუნდის ბოლოს რომ მოარტყა, აი მანდ ვიფიქრებ, მეთქი ახლა მეოთხეში რომ გამოვა, იგივე სიზავს ხო, იმიტომ რომ რაღაც 1 წუთი იყო დარჩენილი რომ მოარტყა და მეთქი მიაწვება თქო, მაგრამ რავი, არ გამოვიდა, ისევ დისტანციაზე დაუდგა და რა არ მომეწონა, იცი? რაუნდის ბოლოს ძალიან ეხუტებოდა და ხელს ართმევდა და ძალიან რესპექტფულ იყო რა. და აი ეგ არ მომწონს საერთოდ რა და მით უმეტეს ვოლკთან თუ შედიხარ რინგზე, უნდა შეხვიდე მოსაკლავად რა. ეს აი როგორც სპარინგზე რო იმაშვებიან, ხო, იცი ხელს ვართმევენ და ძალიან პატივს როცევენ ერთმანეთს. აი ეგეთი იყო და თავიდანვე პირველ მეორე რაუნდში რო გააკეთა, აი მაშინვე მივხვდი, რომ ამ ჩხუბს ვერ მოიგებდა ლოპეზ. კომეინი ბენუამ მოუგო დენ ჰუკერს, როგორც ვიფიქრეთ, როგორც თქვით, თუმცა მართლა კარგად გამოიყურებოდა თავიდან ჰუკერი. არ მეგონა თუ ესე კარგად დაიწყებდა. ტანში ძალიან მაგრად ემუშავა ბენუას. ტეიქდაუნისგანაც იცავდა თავს, რამდენჯერმე ჩაიყვანა ბენუამ, მაგრამ აი ნინჯა ჩოუქს უკეთებდა, მაგით იცავდა თავს, თუ დააკვირდი. კისერს უღებდა კლეტკასთან ახლოს და მაგით იცავდა თავს, მაგრამ ძალიან დაბალი fight IQ აქვს დენ ჰუკერს რა. აქეთ დაუწყო მე ჭიდაობა და ერთ მომენტში აქეთ რო ეჭიდავებოდა მეორე რაუნდში მაგ დროს შემოუტრიალდა ბენუა ზემოდან დააждდა რაღაც 1 წუთი arm triangle-ზე ეჩალიჩებოდა რომ გაიგუდა ეგ არ გამოვიდა, მაგრამ
მე გადააჭდა და ground and pound-ით მოუგო რა. ორი ყველაზე სასტიკი ground and pounder-ი lightweight-ის division-ში შეახვედრეს Dan Hooker-ს ზედიზედ. ხო, მაგრამ ბენუა მაინც არ არის ისეთი როგორიც არმანია. ხო, მაგრამ ground and pound-ში რავი, ჩემი აზრით ნახეთ რაც უკნა Hooker-ს. ხო, მაგრამ ისიც გამოჩნდა, რომ ბენუა არ არის საჩემპიონო კაცი. რავი, ვინ შეიძლება რომ შეახვედრონ ახლა Hooker-ის მე, ვის ფიქრობ შენ? რავი, არმანს რო შეახვედრონ პირს მოუტყნავს არმანი ეგრევე. არმანი დაჩაგრავს, მაგრამ აზრი არ აქვს. ისედაც არმანი არც ეჩხუბება ამას, გამროძე თქვა უარი თვითონ და ამაზე საერთოდ უარს იტყვის, იმიტომ რომ ჩემი აზრით არმანი დაელოდება ახლა Holloway Oliveira-ს გამარჯვებულს და ერთ ჩხუბს იჩხუბებს მაგათ შორის გამარჯვებულთან რა, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ილია Gage-ის White House-ის ქარზე ვნახავთ, იმიტომ რომ კამარი აქვს Gage-ის დროებითი კამარი და საჩხუბარი აქვს ჩემპიონთან. და ამდენი ხანი არ გაჩერდება არმანი, ახლა ძალიან აქტიურია, ვიცით, ძალიან უნდა ჩხუბი და Oliveira Holloway-ის გამარჯვებულზე წესით არ უნდა თქვას უარი და აი რა თქვათ Gage retirement-ზე არ წავიდა ილიასთან რო წააგებს ბენუას რო შეახვედრონ არც ისე ცუდი ჩხუბი იქნება სანახავად რა. არა, უეჭველი წავა Gage-ი თქვა კამარზე თუ ისედაც ხო თქვა რომ კამარზე თუ არ ვიჩხუბებ პენსიაზე გავალ და მაშინ არ ვიცი შეიძლება ინტერიმზე მაგიტო იჩხუბა. რავი, არ ვიცი სიმართლე გითხრა შეიძლება შეახვედრონ. რავი, რემაჩი რუფისთან ეგეც შეიძლება. არა, ჯერ ძალიან ეხლა იყო ეგ ჩხუბი. არა. რავი, ვინმე შეიძლება გამროტიან პედიც თუნდაც პედიზეც არ იტყვის. სახელი პედი. მაგრამ პედი Hooker-ი უფრო არის ჩემი აზრით. შემდეგი ბრძოლა პედისთვის. ის იმ გზით რო გავაგრძელოთ, რომ პედის იმას აძლევენ free fight-ებს აძლევენ. ხო რა, პედისთვის უფრო სახარბია. ოკეი, კაი, გადავიდეთ. კაი, ეს ერთი თქვათ, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი confident pick-ი იყო ფიზიევი ასევე, რაც არ გამართლდა სამწუხაროდ. ვერ გაუწურეთ ფიზიევი. მეორე რაუნდში დაიჭირა რუფიმ. რუფი ძალიან მაგარია რა, ძალიან მაგარი სტრაიკერია. კარგად დაიწყო თავიდან ფიზიევმა პირველი რაუნდი მოუგო, მაგრამ აი პირველი რაუნდის ბოლოს უკვე ჩანდა, რომ რუფი უმატებდა და მეორე რაუნდში რო გამოვიდნენ, უკვე მიყავდა თავისკენ რუფის ბრძოლა. მართალია ისევ ფიზიევი იყო ინიციატორი, თუმცა რუფი არის უმაღლესი დონის კონტრშემტევი, აი უკანასვლით უსვავდა სულ რა, ერთი ორიანებს, კიკებსაც ძალიან მაგრა იყენებდა და აი თითქოს მოსალოდნელი იყო რა რაუნდის ბოლოს. ნახევარი წუთი იყო დარჩენილი და ჩაუსვა მარჯვენა პირდაპირი უკანა ფეხიდან. თან ვოლკანოვსკიმ თქვა, რომ მთელი კვირის დასაწყისში ძალიან მაღალი სიცხეები ჰქონდა რუფისო. სიცხეს ვერ უგდებდნენ რომ დაბლო და არ მეგონა ნახდა წონას თუ საერთოდ ჩააბარებდაო რა. და წონა ჩააბარა და მე ბრძოლის დღეს დილით საერთოდ ხო დილით იყო ბრძოლები, ანუ ავსტრალიაში დილით არის რა. და ბრძოლის დღეს მაგ დილით რაღაც მომენტში ვერ მოძრაობდაო, წარმოიდგინე, ისე ცუდად იყო. და გამოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოაიტაის მებრძოლი მეორე რაუნდში გათიშა. რავი, რესპექტ, ძალიან მაგარია. აი რუფიმ ახლა თუ იმუშავა თავის takedown defense-ზე, თან იქიდან გამომდინარე, რომ ვოლკთან გაიარა კემპი და თუ დარჩება ვოლკთან და იქ ვოლკი და ვოლკის გუნდელები დაეხმარებიან და ჭიდაობაში ავარჯიშებენ, ეს კაც პრობლემა იქნება lightweight-ში. თავისი ამ striking-ით ხო არ გადავა. ძალიან ლამაზი striking-ი იყო. იმენა რომ უყურებდი, რა ვიცი, თვალებს ვერ უჯერებდი ფიზიოს ისეთ შოთებს უსვო და იმენა ამატორისავით გამოიყურებოდა ფიზიო.
საერთო ჯამში ავსტრალიელებისთვის შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული ქარდი იყო, ერთადერთი ვინც წააგო, ანუ იმ პრელიმებს არ ვთვლი, ხა პრელიმებში წააგო ერთმა Road to UFC-ს ფაითებში ერთმა წააგო, მაგრამ მაგის გარდა ერთადერთი ვინც წააგო იყო ტაიტო ივასა. ერთადერთი ავსტრალიელი, რომელმაც წააგო, ასე რომ ავსტრალიელებისთვის წარმატებული აღმოჩნდა UFC 325. კაი, გადავიდეთ შემდეგ ქარდზე, რომელიც გვაქვს უკვე მეტა, როგორ ქვია? მეტა ოქტაგონიო თუ როგორ შეარქვეს? მეტა აპექსი. მეტა აპექსი, ხო რა. უბრალოდ აპექსი აღარ არის, რაღაც კონტრაქტი გააფორმა UFC მეტასთან და ეგრამე ანუ პროდაქშენში ცვლის რამე ეს? არ მინახავს ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შეცვლის წესით ალბათ რა ხან მარტო სახელისთვის ხო არ იქნება. საინტერესოა რა სიძან. ნახოთ. განსხვავება ისა აპექსის და ჩვეულებრივი PPV-ის რინგს შორის, რომ აპექსი არის პატარა. შედარებით ბევრად პატარაა რა. და ანუ ის ფანები არ არიან ბევრი რა, ძალიან ცოტა ძირითადად მებრძოლების ოჯახის წევრები და VIP სტუმრები არიან ხოლმე. და გვაქვს მოკლედ ბაუტისტა ოლივეირა, თავარი ბრძოლა, ბენთემვეიტის ბაუთია. და სხვა ბრძოლები არის ძალიან კაი ჩხუბები რა. აი მართლა ძალიან მაგარი ქარდია, ვითომ ხო აპექსია და რაღაცა, მაგრამ აი პირადად ჩემთვის UFC 324-ს და 25-ს მირჩევნია რა. შეიძლება ვიღაცას გაუკვირდეს. მაგრამ ანუ ჩემთვის იმდენად საინტერესო მებრძოლები არიან ამ ქარდზე, რომ მე მირჩევნია, მაქედან გამომდინარე ვიძახი რა. კაი, დავიწყოთ მაშინ განხილვა. ერლი პრელიმების პირველი ბრძოლა გვაქვს კლაუდია სიგუა პრისილა კაშოიერას წინააღმდეგ. პოლონელი სიგუა ყავს. ესე იკითხება მისი გვარი პოლონურად. სიგუა ხო ეგრეა. მესამე ბრძოლას ჩხუბობს UFC-ში. და ერთი მოგება აქვს, ერთი წაგება. ბოლო ჩხუბი მოიგო decision-ით. საკმაოდ დიდი underdog-ი იყო და მოიგო, გამიკვირდა. კარგად იჩხუბა, რა ვიცი, ნორმალურად იჩხუბა. და აქეთ მეორე მხარეს ეს კაშოიერა საკმაოდ დიდი ხანია UFC-ში ასპარეზობს. ძალიან შემტევი გოგო არის, გინახავს ამის ჩხუბები. სტრაიკერია 0 გრეპლინგით, ძირითადად პრობლემები გრეპლინგის დეპარტამენტში აქვს ხოლმე და ჭიდაობით უგებენ ხოლმე და დიდი ალბათობით ამ ბრძოლაში სიგუას გეგმა ზუსტად ჭიდაობა იქნება, თან ჭიდაობს ცოტას კლაუდია და მგონია რომ თუ მოახერხა კაშოიერამ ამ ბრძოლის ფეხზე დატოვება, შეიძლება დაანოკაუტოს კიდევაც კლაუდია რა და თუ ვერ მოახერხა კლაუდიამ დიდი შანსია გადაწყვეტილებით მოუგოს. მე ესე ვაფასებ ამ ბრძოლას, რა თქმა უნდა 50-50 ჩხუბია. თან ქალების დაპირისპირებაა და რა მოხდება, კაცმა არ იცის. საბოლოო ჯამში რახან პოლონელია, მე ჩემ პიკი კლაუდია სიგუა იქნება. შენ გააკეთებ პიკს? მე გამოვტოვებ. ოკეი. თავს შეიკავებ? თავს შევიკავებ. კაი. კოეფიციენტებს ჩავხედოთ უცებ. არ ვიცი. ხო, 1.64 აქვს სიგუას, კაშოიერას 2.20 აქვს. ხო. ფეივორიტია კლაუდია. ვნახოთ თუ გამართლებს ბუკმეიკერების აზრს. შემდეგი ჩხუბი. ძალიან მაგარი ჩხუბი გვაქვს, მუინგაფუროვი იაკუბოვიკვაჩის წინააღმდეგ. იაკუბოვიკვაჩი არის პოლონელი, ესეც სხვათა შორის სამი პოლონელი ყავს ამ ქარდზე.
ესე უყვართ ხოლმე, ესე ერთ-ერთად შეყრიან ხოლმე. ადვილია ხო, იმიტომ რომ ესენი ყველანი იცნობენ ერთმანეთს, თან ძირითადად მაინც UFC-ში ვინც არიან პოლონელები ვარჯიშობენ ამერიკან ტოპ ტიმში. იმიტომ რომ იოანა ენჯეიჩეკი არის უწევს მენეჯერობას მათ და იოანას ასე ვთქვათ სახლი და თავარი დარბაზი არის ამერიკან ტოპ ტიმი და იქ მიყავს ხოლმე ძირითადად რა. და ეს კლაუდია სიგოა და იაკუბ ვიკვაჩიც ზუსტად ამერიკან ტოპ ტიმში ვარჯიშობენ ამერიკაში. რა შეიძლება ვთქვათ, ვიკვაჩი არის საკმაოდ ცნობილი მებრძოლი პოლონეთში, ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს აქ და დარწმუნებული ვარ, ბევრი პოლონელი ჩაუჯდება ამ ქართს და უბალეშიკებენ კუბას. გრეპლერია, KSW-ს ყოფილი ჩემპიონია, KSW-დან გადმოვიდა. KSW არის პოლონეთში ორგანიზაცია MMA-ის, რა ვიცი, მე მგონი ევროპაში ყველაზე დიდია ოქტაგონთან ერთად. ხო, აქ იყო ჩემპიონი და წაუგებლად გადმოვიდა UFC-ში და პირველი ბრძოლა ჩაატარა პაჩიმიქსთან, რომელიც ფროდ პაჩიმიქსთან დაფრო და ფროდჩეკი გაუკეთა. მანამდეც ხო დაფროდილი იყო უკვე პაჩიმიქსი და კიდევ უფრო დაფროდა. ხო, მაგრამ გააგდო UFC-დან პაჩიმიქსი შეიძლება ითქვას. საკმაოდ ახლო ჩხუბი იყო, split decision-ით მოიგო, მაგრამ მოიგო რაც თავარია, ხო? სხვა რა შეიძლება ითქვას. გამხდარი მაღალი ბიჭია და დგომშიც ნორმალურია, უბრალოდ ground game-ი აქვს ძალიან კარგი რა, განსაკუთრებით ძირიდან მუშაობს ძალიან კარგად რა. ტრაიანგლებზე და ანბარები უყურს. მეორე მხარეს კი ყავს ტაჯიკი მუინ გაფუროვი. ესაც ჩვენთვის ნაცნობი მებრძოლია, იქიდან გამომდინარე, რომ მერაბის გუნდელია, ვარჯიშობს სინდიკატში. ეხლა არ ვიცი ზუსტად, მაგრამ რო ვარჯიშობდა სინდიკატში, უეჭველი ვიცი. მერაბის სპარინგ პარტნიორი იყო რამდენიმე კემპში და ახლო მეგობარია მერაბის, მოკლედ როგორც ვიცი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც მახსოვს, რაღაც პერიოდი მერაბისთანაც ცხოვრობდა სახლში. მოკლედ ჩვენი ქართველების ძმობილია რა. ძალიან კაი მებრძოლია, მე ძალიან მომწონს მუინის სტილი. ძალიან კაი სტრაიკერია და გრეპლინგშიც არაა ცუდი. რაღაცნაირი, აი რო შეხედავ ფიზიკურად რაღაცნაირი გეგონება საერთოდ ვერ იფიქრებ მებრძოლიაო. წონასთან აქვს ხოლმე პრობლემები ამ კაცს. თუმცა რინგზე როცა შედის ძალიან სწრაფია, ძალიან სწრაფი ხელები აქვს, ძალიან კარგად გადაადგილდება. ბოლო ჩხუბში ძალიან კარგად იყო მომზადებული. მანამდე რაუნდის მესამე რაუნდში ცოტა იღლებოდა ხოლმე, მაგრამ ნაკამურასთან წინა ჩხუბი ძალიან მაგრა ჩაატარა, ძალიან დიდი ანდერდოგი იყო. მოუგო სამივე რაუნდი ნაკამურას, არავინ არ ელოდა ამას. თუმცა მე ველოდი, მინდა ვთქვა. საკმაოდ დიდი ანდერდოგი იყო და ამოვაგდე მაშინ. ხო და მანამდე ცოტა პრობლემები ქონდა UFC-ში. თუმცა აი ეხლა ისეთ პერიოდშია გაფუროვი, რომ თავის პიკშია ეხლა, მაგრამ იხოდება და ფიქრობ ამ ბრძოლაში ძალიან კარგ ფორმაში იქნება რა. უბრალოდ ერთი რაცაა გასათვალისწინებელი, წონის პრობლემები აქვს სულ ამ კაცს. სულ უჭირს წონის ჩაბარება და თუ კარგად ჩააბარა წონა, მგონია რომ მოუგებს ვიკვას. მეც მგონია რომ მოიგებს გაფუროვი, იმიტომ რომ მე რაც მახსოვს ვიკვას მარაცი ჩხუბა პაჩიმიქსთან.
უფრო მეც მოველოდი რა. ვიკლაჩისგან. რავი, არ არჩვენა ისეთი პერფორმანსი, როგორი ჰაიპიც გქონდა რა. და ჩემი აზრით გაფუროვი ჭიდაობით მოუგებს, რომც არაფერი არ უქნას, რო ჩაიყვანოს ჩემი აზრით დაიჭერს რა იქ და ეყოლება. მე მგონია არ ექნება გეგმა ეგ გაფუროვს. ხო, რომც არ კონდეს სტრაიკინგშიც ვიკლაჩი არ არის. აი ზუსტად მაგას. ხო და ვიკლაჩი არ არის სტრაიკინგში რაღაცა საოცარი იქ პაჩიმიქსთანაც რაც ვნახე რა. ძირს აი ჩემი აზრით მაშინ უფრო მეტი შანსი ექნება ვიკლას გაფუროვმა თუ ჭიდაობა დაუწყო ვიდრე ფეხზე რო დარჩენს. ფეხზე თუ გაჩერდა ეს ჩხუბი გაფუროვი სტრაიკინგში აჯობებს რა. მაგრამ მაინც გასათვალისწინებელია რა, აი ზუსტად რო ვიცოდე ხა წონას ჩააბარებს თუ არა, ეგრევე confident picks ვიტყოდი რა. აი იმას ისინი ვნახოთ კუში. კოეფიციენტ კუში ვნახოთ რამდენი კუში. გაფუროვს აქ 1.76 ფავორიტია. ორი აქვს ვიკვაც. გუშინ უფრო ახლა იყო? ხო, გუშინ უფრო ახლა იყო, ცოტა დაეწია ისე თქობა. უფრო გაფუროვისკენ მოდის ფული. მაგრამ ჩვენ ახლა პოლონეთში ვართ ახლა და პოლონურ აპლიკაციას ხმარობთ. ვიკლაჩი გამწვანებულია. ვიკლაჩზე მოდის ფული. პოლონეთში რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კაი, ანუ გაფუროვი? კი, გაფუროვს ვიძახი. ოკეი. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, რომელიც გვაქვს კიდევ ერთი ქალების ჩხუბი. კონგვენგი, ედუარდა მოურას წინააღმდეგ flyweight-ის ბრძოლა. სტრაიკერია კონგვენგი. ძალიან კაი სტრაიკერია, ჩინელი გოგო არის. ძალიან მაგარი, მართლა მაგარი სტრაიკერია. თავიდან რომ შემოვიდა UFC-ში, ეგონა რომ ყველას ეგონა რომ გადაუვლიდა ხალხს. მართლა ძალიან კარგად დაიწყო თავიდან. ვიქტორია ლეონარდო გათიშა პირველ რაუნდში და აი მეორე ჩხუბში უკვე დამარცხდა გაბრიელა ფერნანდესთან. მახსოვს ეს ჩხუბი ძალიან კარგად დაიწყო, თავისი სტრაიკინგით ჩაგრავდა ამ გოგოს, ამ გაბრიელას, მაგრამ გაუძლო, გადაიტანა ეს პირველი რაუნდი გაბრიელამ, ტეიქდაუნი გაუკეთა მეორეში და გაგუდა. ასე ვთქვათ, ფროჩეკი გაუკეთა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფეივორიტი იყო ეს კონგვენგი მახსოვს, აი უდიდესი ფეივორიტი იყო და ძალიან მაგარი აფსეთი გააკეთა გაბრიელამ. თუმცა მაგ წაგების შემდეგ დაბრუნდა და აგერ ორი ჩხუბი საკმაოდ კარგ გოგოებთან, თანაც ბრუნა ბრაზილთან და არიანე ლიპსკისთან აქვს მოგებული და ეხლა ჩხუბებენ ბრაზილიელ ედუარდა მოურას, რომელიც ასევე ძალიან კარგი მებრძოლია და ძალიან კარგი ასე ვთქვათ რანი აქვს UFC-ში. ერთი მარცხი აქვს, 3 მოგება აქვს. დენის გომისთან აქვს სპლიტით წაგება და ეს დენისი არის ძალიან კაი გოგო რა. მახსოვს ძალიან კაი ჩხუბი იყო, მართლა ახლო იყო და დენისთან სპლიტით წაგება, დენისი გომესთან სპლიტით წაგება არ არის საერთოდ ცუდი რა, მე ვფიქრობ. და მის შემდეგ ამასაც ორი ბრძოლა აქვს მოგებული. ძალიან კაი გოგოებთან ამასაც, ვერონიკა ჰარდისთან და ლორენ მორფისთან. მოკლედ ეს ორი გოგო ხვდებიან ერთმანეთს სადღაც კარიერის იმ მომენტში როგორ ახსნა, ანუ ერთნაირად არიან რა კარიერაში. და ორივეს რაღაცა აქვს დასამტკიცებელი. ხო, ორივეს რაღაცა აქვს დასამტკიცებელი, ორივე კარგად გამოიყურება და ამ ორ გოგოში გამარჯვებული მიიღებს კაი ბრძოლას დარწმუნებული ვარ რა. კი, წესით კაი ბრძოლა უნდა იყოს მაგის გამო. ორივეს დასამტკიცებელი აქვს რაღაცა და კარგად იჩხუბებენ. ხო, თან სტილების დაპირისპირება იქნება დიდი ალბათობით, კონგვენგი სტრაიკერია, მოურას უყვარს ჭიდაობა, ძალიან მაგარი ჯიცერია თან და ვნახოთ, თუ მოახერხებს კონგვენგი ამ ბრძოლის ფეხზე დატოვებას, დიდი შანსი იქნება. ხოლო თუ მოურა თავის ჭიდაობას მოახვევს თავს,
კონგვენგს წესით უნდა გაიმარჯოს. ასე რომ ესეც 50-50-ია რა, რომელიც უფრო მოინდომებს, რომელსაც უფრო უნდა ის მოიგებს რა. ესე მგონია. რას კაი, ჯერ კოეფიციენტს ჩავხედოთ და მე ძალიან დიდი ფეივორიტია კონგვენგი, 1.24 აქვს და 3.95 აქვს ედუარდო მოურას. საინტერესოა. არ ვეღოდი ნახდათ. ფიქრობდი სადღაც აი გაფურავი ვიკვაცი როგორც იყო, მსგავსი კოეფიციენტები იქნებოდა, მაგრამ კონგვენგი ძალიან დიდი ფეივორიტია. რავი. მე მოურას ვიტყვი. მე ვიტყვი კონგვენგს, იმიტომ რომ რავი, ჩინელი გოგოები ზოგადად, ანუ ზოგადად არ მიყვარს ერთ ქვაბში მოხარშვა, მაგრამ ერთ ქვაბში მოხარშვა, მაგრამ ჩინელი გოგოები არიან გიჟები რა. ჩინელ გოგოს თუ არ გათიშავ, ეს ედუარდო მოურა არ თიშავს ხალხს რა. თუ არ გათიშავ ჩინელ გოგოს, იმენა ძაღლივით გაზის და არ გიშვებს რა. ეს ძაღლი რა შუაში? ანუ ჩინელებთან ძაღლი არის. ჩინელი გოგოების ფეტიში გაქვს მაგრამ. არა, მოკლედ ანუ დოგები არის. ძაღლივით გაზის რა. რა ვიცი, რა წამოვიდგინე კაროჩი. ძაღლს გოგო, კაი. კაი. ხო და ჩემი აზრით მაგის გამო კონგვენგს ავირჩევ. ოკეი. მე როგორც თქვი 50-50 არის ჩემი აზრით და ამ ხელა მოურას ესეთი კოეფიციენტი ცოტა არ იყოს disrespectful მგონია და მარტო იმიტომ რომ არ ვეთანხმები მარტო მაგით ავირჩევ ედუარდო მოურას რა. თან ანუ საბეთაოთაც ანუ ბილეთში დასაწერად რაღაც მინიმალურ თანხაში რავი წესით ღირს შეიძლება side bet შეიძლება ამაზე ფიქრი. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, რომელიც გახლავთ მეთემოითის დაპირისპირება საიდ ნურმაგომედოვი ჯავიდ ბაშარატის წინააღმდეგ. გვარმა არ მოგატყუოთ, ეს სხვა ნურმაგომედოვია, ჩვენი საიდა ძმარი სტრაიკერი. არ არის მოჭიდავე ნურმაგომედოვი. არანაირი კავშირი არ აქვს ხაბიბასთან და მათ ჯიშთან. პირიქით ძალიან განსხვავებული სტილი აქვს. ძალიან ერთმხრივად სტრაიკერია, მოჭიდავეა, რომელიც ტეიქდაუნებისგან კარგად იცავს თავს და გილიოტინის მასტერია. ამ კაცის გილიოტინა არის ერთ-ერთი საუკეთესო. გაფუროვს ეჭუბა მახსოვს ადრე. გაფუროვიც დაიჭირა ძალიან ადვილად, აი ოდნავ ცდელობა მქონდა გაფუროს და ეგრევე კი სერია უყო და გაგუდა. საიდან მაგის გარდა კიდე ბევრი ხალხი ყავს UFC-ში გაგუდული და ებრძოლება ჯავიდ ბაშარატს, რომელიც არის ავღანელი მებრძოლი, ის ბრუნდება ძალიან მძიმე ნოკაუტიდან. რიკი სიმონმა გაყინა. გახსოვს ეგ ჩხუბი გაქვს ნანახი? პირველ რაუნდში ძალიან მძიმე ნოკაუტი მიცა. საკმაოდ კარგი დრო აიღო შესასვენებლად ჯავიდამ, რაც კარგია. იმიტომ რომ მძიმე ნოკაუტში გავიდა. და მოკლედ შეეცდება საიდის დამარცხებით დაიბრუნოს თავისი ვინსტრიკი. სანამ დამარცხდებოდა მახსოვს ერთი ბრძოლა ჰქონდა კიდე წაგებული ზაჰაბისთან წააგო, ხო, decision-ით. no contest იყო მანამდე ვიქტორ ჰენრისთან, ესეც მახსოვს წელს ქვემოთ გაარტყა ფეხი და აღარ გააგრძელა ჰენრიმ. თუმცა მანამდე სამი ზედიზედ მოგება ჰქონდა UFC-ში, კარგად გამოიყურებოდა. კაი სტრაიკერია, ძირითადად სტრაიკერია, მაგრამ ჭიდაობს კიდევაც ძალიან კარგად რა. ხო და ფიქრობ უნდა გამიქცოს, თუ უნდა ამ ბრძოლაში გამარჯვება, უნდა გამიქცოს თავისი სტილი, თან უნდა ცოტა უნდა იჭიდაოს
ცოტა სტრაიკინგიც უნდა გაუმართოს საიდას, თუ უნდა რომ გაიმარჯოს რა, მაგრამ მაინც დაბალ შანსებს მივცემდი ამ დაპირისპირებაში მე ჯავიდას. შენ რას ფიქრობ? ჩემი აზრით საიდ ნურმაგომედოვს ვემხრობი ჩემი აზრით. ხო. მაკეთ ვიწევით რა. აი, კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ ანდერდოგია საიდა. არ არის. ხო, ანდერდოგი. 2 აქვს საიდ ნურმაგომედოვს, 1.76 აქვს ჯავიდ ბაშარაც. საინტერესოა ესეც, ანუ რატო ფიქრობენ? საიდს ბოლო ბრძოლა აქვს წაგებული იმასთან, მიჩელთან. ისიც რა ვიცი. არა, კარგად წავაგო, ანუ ბრაის მომართლა კარგად ხომ არა, ქონდა მომენტები საიდსაც და ძიმე ჭიდაობით მოუგო რა. და 1-3-ჯერ გილიოტინას ძალიან კარგად ეჭირა, უბრალოდ ტანი ვერ გაუკონტროლა რა. ხო. რა ვიცი, მე მაინც ფიქრობდი, რომ საიდა იქნებოდა ფეივორიტი. ჩემი ფიქრი არის საიდ ნურმაგომედოვი ერთი სიტყვით. ჩემიც. გადავიდეთ შემდეგზე. საკმაოდ 1, 2, ხო, 2 ანდერდოგ პიკი მაქვს უკვე შვენიერი. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. მესამე ქალების დაპირისპირება. საკმაოდ ბევრი ქალთა ბრძოლა გვაქვს ამ კარტზე, როგორც ჩანს, 3 ჩხუბი არაა ცოტა, არ არის ხოლმე 3 ჩხუბი ხშირად ერთ კარტზე ქალების. თუმცა მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ კარგი ქალი მებრძოლების ჩხუბი არის. ამ კარტზე 3-ვე ძალიან კაი ჩხუბია. და ეს მესამე დაპირისპირება არის ბრუნა ბრასილსა და კეტლინ სოუზას წინააღმდეგ. ესენი არიან სტროვეითები. ყველაზე პატარა გოგოები. ბრუნა ბრასილზე რა შეიძლება ვთქვათ? fighting nerdy არის. fighting nerdy-ის ჯიმიდან არის, ბრაზილიიდან. ერთ-ერთი fighting nerdy არის. დიდად არ მომწონს ეს გოგო და მისი სტილი საერთოდ. ბოლო ბრძოლა აქვს მოგებული, თუმცა მანამდე ბევრი წაგებები აქვს. ძალიან 50-50 გოგოა რა, ხან ერთ ჩხუბს იგებს, მეორეს აგებს ხოლმე. მისი მეტოქე არის ასევე ბრაზილიელი კეტლინ სოუზა და ისიც საკმაოდ 50-50 მებრძოლია და საერთო ჯამში ძალიან კარგი მატჩაპია ესეც რა, როგორც წინა გოგოების დაპირისპირებები. უბრალოდ კეტლინ სოუზა არის უფრო ფინიშერი, ეს მომწონს ამ გოგოში. მძიმე ხელები აქვს ძალიან, მაგრამ ძალიან პატარაა რა. აი დაბალია ძალიან და ამ წონისთვის ძალიან ყველასთან სიმაღლის პრობლემა აქვს ხოლმე. საკმაოდ კარგი მებრძოლებთან აქვს ნაჩხუბი. ძირითადად მარცხები აქვს, მაგრამ გამოცდილებისთვის მაინც არ არის ცუდი. შეიძლება ამ ბრძოლაში დაეხმაროს ეს ყოველივე მას. რავი, ბევრს ვეღარ ვილაპარაკებ. კოეფიციენტებს ჩავხედავ, სოუზა არის ფეივორიტი. 1.64, ბრუნო ბრასილს 2.23 აქვს რა. 50-50 ჩხუბი არის ეს ჩვეულებრივად, რავი. დაჟე ბრუნო ბრასილი უფრო მეგონა რომ ფეივორიტი იქნებოდა. მე ჩემი აზრით რა ვიცი. ქალების ჩხუბებზე ზოგადად ბეტინგი არ მომწონს, ამაზე მით უმეტეს იმენა შეუძლებელია თქვა რა მოხდება. ჩემი აზრით. გააკეთებ პიკს? არ გავაკეთებ ამას გამოტო. კაი, მე ბრუნა ბრასილს კიდევ ერთ ანდერდოგს დავიმატებ ჩემ პიკებში. რიგით მესამე ანდერდოგ პიკი იქნება ჩემი ბრუნა ბრასილი. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ნიკოლაი ვერეტნიკოვი, ნიკო პრაისის წინააღმდეგ. ჩვენი ბებერი ნიკო კიდევ ერთხელ ჩხუბობს. ცდილობს მოაგროვოს რაც შეიძლება მეტი
ფული სანამ გავარით აირმა. გაიყოლოს ყველაფერი რაც შეუძლია. Nico the hybrid price. ხო, UFC ვეტერანი. არ აქვს კარგად საქმე. ეს ბოლო ბრძოლებია. ერთი მორონოსთან აქვს მოგებული. დანარჩენი ბრძოლებში უჭირს. ასაკშია უკვე. ძალიან დიდი ომები აქვს თან გამოვლილი, მახსოვს. ლუკესთან აქვს მე მგონი ორი ჩხუბი. OG-ებთან აქვს ნაჩხუბი, რენდი ბრაუნი, ჯოფნიალი, ლუკე, დონალდ სერონი, ჯეიმს ვიკი, რობი ლოულერი, მოკლედ ყველა OG თავის ზონაში welterweight-ში ნაჩხუბი აქვს. თვითონ ანუ ნიკო პრაისი ისეთი კარგი, ანუ ისეთი მოჩხუბარე არასდროს არ ყოფილა, რომ ჰაიპი ქონოდა ან რაღაცა დიდი პროსპექტი ყოფილიყო, მაგრამ ანუ სტაბილურად ნაჩხუბი აქვს მთელ იმასთან რა, OG welterweight-თან. და ეხლა დაბერებულია, მოკლედ ძალიან ბევრი ხარ არის 36 წლისაა, მაგრამ ანუ ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული რა, ბევრი ომები აქვს გამოვლილი და ანუ კარგ ფორმაში, ისეთ ფორმაში აღარ არის ადრე როგორც იყო. არასდროს ვარსკვლავებს მაინც არ წვიტაოდა, თუმცა იმასთან შედარებით მაინც ბოლო ბრძოლებიდან გამომდინარე არ გამოიყურება კარგად. მეორე მხარეს კი ნიკოლაი ვერეტნიკოვი ესეც მე ვიტყვი რომ ეს ვერეტნიკოვი მაგრად არ მომწონს. აი თვითონ რა ვიცი, მახსოვს ამის ჩხუბებს რასაც ვუყურე, აი ვანდერფორდთან რო წააგო, ჩხუბის ბოლოს რაღაცა წამოუდგა და ხელი კრა თუ რაღაცა. აი რაღაცა სისულელეებს აკეთებს მახსოვსთან fight IQ აქვს საშინელი, რაღაცა საშინელება გადაწყვეტილებებს იღებს ჩხუბებში. რაღაცნაირად ფრანცისკო პრადოს მოუგო, ძალიან მაგარი ბიჭი არის პრადო, ძალიან exciting ფაიტერი და რაღაცნაირად მოუგო, აღარ მახსოვს რომ უყურე ამ ჩხუბს და მოუგო დაჯობა რა. ხო, აჯობა, ოღონდ რანაირად აღარ მახსოვს. ძალიან დიდი არის ვერეტნიკოვი ამ წონისთვის, ძალიან დიდი ტიპია და პრადო არის ძალიან პატარა. ხო და ვეიტისთვის. და შეიძლება ითქვას რომ დაჩაგრა რა, ანუ ამ წონით აჯობა რა, დიდი წონა რო იყო. აჯობა რა. სპლიტი იყო, მაგრამ მახსოვს პრადოს დაჟე ბილეთშიც მეწერა პრადო და ბოლოს ვიცოდი რომ წააგო რა. აუ რა ვიცი, იმენა უბრალოდ მინდა ვთქვა როგორ არ მომწონს ეს ვერეტენიკოვი და როგორ მინდა წააგოს პრაისთან. ფეივორიტია 1.37 აქვს და 3 აქვს პრაის. რავი, მაინც მგონია რომ სწორი არის. რავი, ჩემი აზრით უფრო ის უნდა იყოს, უფრო ახლო კოეფიციენტები უნდა იყოს, იმიტომ რომ ვერეტენიკოვი დებილია. ბიჭო, არც პრაისი არ გამოირჩევა დიდად. ხო, ვიცი, პრაისი IQ არ აქვს, მაგრამ მე მგონია ვერეტნიკოვი მოუგებს პრაისს. ჩემი პიკი იქნება ვერეტნიკოვი. ჩემი პიკი იქნება პრაისი, იმიტომ რომ უბრალოდ არ მინდა რომ ვერეტნიკოვმა მოიგოს. ჰეითერი ვარ, ცოტხოლით. აი. გადავიდეთ ჩემ დაპირისპირებაზე, რომელიც გვაქვს main card-ი არ ჯერა. ანუ ესეთი რაღაცნაირი mid-head ტიპი არის რა, ხო აზეხა. იმენა არ მისწორდება რო ხედავ რო ჩხუბობს და როგორ იქცევა, არ ვარ უბრალოდ ფანი რა. და ამ ნიკო პრაის რაღაცა 8 შვილი ყავს თუ რაღაცა და მინდა რომ შვილებს წაუღოს სახში ფული საჭმელი დადოს მაგიდაზე, ხო. ალექს მორონო დანიელ დონჩენკოს წინააღმდეგ კიდევ ერთი ხო მე ესე ვიტყოდი რომ ანუ ის არის რა არა მომენტეს დონჩენკო უფრო პროსპექტი ტიპია ვიდრე ვერეტენიკოვი, მაგრამ ანუ ეს მორონო და პრაისი იმენა თითქმის ერთი და იგივე ტიპები არიან, რათან ნაჩხუბი აქვთ ერთმანეთთან და ხო, ორივე welterweight-ის OG კი მართალია, იმიტომ რომ ორივე mid fighter-ია, ორივე journeyman-ია, respectful
პატივისცემით ვამბობ. თუმცა ეგრეა რა, ორივე დიდი ხანია უკვე UFC-ში არიან, ვეტერანები არიან. ვერ მიაღწიეს მწვერვალს, თუმცა კარგი ბრძოლები ჰქონდათ. ბევრ ძალიან მაგარ სახელთან აქვს ნაჩხუბი. მორონოს მახსოვს სერონი წავს დამარცხებული თავის კარიერის ბოლოს უკვე გაფუჭებული სერონი, თუმცა სახელია მაინც სერონი გათიშული ყავს. მორონო არის ძალიან კაი MMA ფაითერი, შეუძლია ჭიდაობაც და სტრაიკინგიც რა, უმაღლეს დონეზე არა, მაგრამ ორივე შეუძლია. ხოლო დანილ დონჩენკოზე რაც შეიძლება ითქვას, ეს ბიჭი არის Ultimate Fighter-ის გამარჯვებული, სხვათა შორის. 24 წლის ბიჭია, ახალგაზრდა მშიერი, ძალიან მაგარი სტრაიკინგით. აი, მართლა ძალიან მაგარი. ეს ბიჭი welterweight-ში პრობლემებს შეუქმნის ხალხს. ძალიან მაგარი ქიქებით, ძალიან მაგარი ბოქსინგი აქვს, ძალიან მაგარი იდაყვები აქვს. ეს როდრიგო სეზინანდო ისეცემა რავი გონია რომ მორონოს აუცილებლად გათიშავს პირველ რაუნდში რა. ამ კარიერის ამ მომენტში მორონო ესეთ მორონოს ესეთი მშიერი ბიჭი აუცილებლად დააფინიშებს რა. თან მორონო უკვე ბოლო ჩხუბებში ჩანს რომ ფინიშდება, აქამდე ასე თუ ისე არ ფინიშდებოდა ხოლმე. კარლოს ლეალმა ისეცემა წინა ჩხუბში, ისე დაჩაგრა, ისე დააბულინგა რომ რა ვიცი რა. ხო და დაახლოებით იგივე სველი დონჩენკოვსგან ეხლაც რა. აი მაქსიმუმ რა ვიცი თუ თავიდანვე ჭიდაობა დაუწყო მორონომ შეიძლება აი რაღაცა უთნავ წარმატება ქონდეს, მაგრამ აი საბოლოო ჯამში უბრალოდ შანსს არ მივცემ. მგონია რომ შანსი არ აქვს რა. დონჩენკო ჩემთვის ძალიან ლოქი არის ამ ქართზე. და რო ჩავხედოთ კოეფიციენტებს, ამ ქართზე ყველაზე დიდი ფეივორიტი ყავს დონჩენკო 1.11 აქვს, 25 აქვს მორონოს და იქიდან გამომდინარე თუ რაც ვილაპარაკე, მიხვდებოდით რომ ვეთანხმები ამ კოეფიციენტებს და ერთი სიტყვით ბევრი რო არ გავატრაკო, დანილ დონჩენკო იქნება ჩემი პიკი. მეც იგივე ვიტყვი. ოკეი. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, რომელიც გვაქვს დასტინ ჯეიკობი იულიუს უოლკერის წინააღმდეგ. ავედით დიდ ბიჭებში light heavyweight-ის დაპირისპირება არის. ეს უოლკერი მარ არის ცნობილი 7-1-ი აქვს. აქედან ორი ჩხუბი UFC-შია. სერკერას მოუგო წინა ჩხუბი, ეს რაფაელ სერკუერა. ძალიან ცუდი მებრძოლია. მახსოვს 3 რაუნდი იჩხუბეს და რავი, აი slot fest-ი იყო. ძალიან ცუდი ჩხუბი იყო, ორივე ძალიან ცუდი მებრძოლი იყო. მაგრამ ამ უოლკერმა აჯობა. მანამდე მენიფილდთან აქვს წაგებული სპლიტით, როგორც ჩანს, არ მახსოვს ეგ ჩხუბი, მაგრამ ამ სერკერასთან ისე არ მომეწონა, რომ მახსოვს ფიქრობდი შემდეგ ბრძოლას, რასაც არ მიცემენ, დიდი ალბათობით წააგებს თქო ფიქრობდი და არც მეტი, არც ნაკლები დასტინ ჯეიკობი დააჯახეს, ძალიან მაგარი კიკბოქსიორი. კიკბოქსინგიდან არის გადმოსული, ალექს პერეირასთანაც აქვს ნაჩხუბი სხვათა შორის კიკბოქსინგში. და აგენ მშვენიერ ორკაციან სტრიქსი არის. პეტრინო ყავს მესამე რაუნდში დაფინიშებული და ბრუნო ლოპეზის პირველი რაუნდის left hook-ის ნოკაუტით მოდის ამ ჩხუბზე, ამ ჩხუბთან. ძალიან კაია, ანუ
პეტრინოს ნოკაუტი არ არის პატარა საქმე, პეტრინო მონსტრი არის. 1.54 აქვს. ჯეიკობის 2.53 აქვს ოლქერს. ვაუ, ჩემი აზრით ძალიან კაი კუშია 1.54 ჯეიკობი რო აირჩიო, კი. მე კობას ავირჩი. კაი, მეც ჩემი პიკით, რა თქმა უნდა, დასტინ ჯაკობი იქნება. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, რომელიც გახლავთ main card-ი უკვე. ეს main card-ი, ხო, ჯაკობიც main card-ი იყო, main card-ის პირველი ბრძოლა იყო, გადავიდეთ მეორე ბრძოლაზე, ჯინ მაცუმოტო, ფარიდ ბაშარატის წინააღმდეგ. გეცნოთ ალბათ გვარი, ეს ის ბაშარატი არ არის, ვის თქვენ გქონიათ. ეს არის მეორე ბაშარატი, ჯავიდას ძმა ფარიდა, ჩვენი ავღანელი ძმები. თუმცა თავის მისგან განსხვავებით, უფრო ბევრად კარგი მებრძოლია ფარიდა. ხორიდაიდა და ხარიდა. 14-0-ზე აქვს დაუმარცხებელია. და აქეთ ყავთ ჯინ მაცუმოტო, ძალიან მაგარი მებრძოლი, ჩემთვის ძალიან საყვარელი. დედა ყავს იაპონელი, მამა ყავს იაპონელი და დედა ყავს ბრაზილიელი. და ძალიან მაგარი მიქსი გაიჩითა. ბენთემოიტის მებრძოლები არიან. ჯინ მაცუმოტო არის ძალიან სწრაფი ფაიტერი, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი სტრაიკინგი და ძალიან მაგარი გრეპლინგი. ბაშარატა მეორე მხარეს უფრო heavy მოჭიდავე, მძიმე მოჭიდავეა. და ძირითადად ამ ჭიდაობით უგებს ხოლმე მებრძოლებს, თუმცა ფეხზეც ძალიან კარგად დგას. და ძალიან კაი ჩხუბს ველოდები რა. ორივე ძალიან მაგარი MMA მებრძოლია და ამ ჩხუბისგან ველოდები fireworks. ერთადერთი ყველა ჩხუბში კარგად გამოიყურებოდა ფარიდა, თუმცა აი გუტიერესთან პირველი ორი რაუნდი მოუგო და მესამეში დაიღალა მახსოვს. და მაცუმოტო ის მებრძოლია, რომელიც აი ბოლომდე ფუშავს ბრძოლებს, როგორც პირველ რაუნდში ჩხუბობს, ისე ჩხუბობს მესამე რაუნდში. იმას კი არ ვამბობ, რომ არ იღლება თქო, მაგრამ აი ძალიან გულიანი ბიჭია და მესამე რაუნდშიც წინ მიდის რა. ხო და აი ფიქრობ, რომ თუ მოახერხა და პირველი ან მეორე რაუნდი წამოუღო, მესამე რაუნდს უეჭველი მოუგებს რა. თან ფიქრობ, რომ სამი რაუნდი იქნება ეს ჩხუბი აუცილებლად. უეჭველი decision-ამდე მივა და ძალიან ახლო ჩხუბი იქნება რა. ძალიან კაი ჩხუბს ველი, მოკლედ. დამატებ შენ რამეს? ხო. Oh shit. 1.34 აქვს ბაშარა. რა? ძალიან დიდი ფავორიტია. აქ რა ვიცი, აპოლოჯის რასაც უყურებ, slight underdog-ი არის მაცუმოტო. და აქ რატო არის ამ ხელა underdog? აუ არ ვიცი. რავი რა, ძალიან რა ვიცი, ჩემი აზრით, რა მაგარი უცნაური კუშებია ამ ქარდზე რა. ხო. მე მაცუმოტო, ეხლა ვფიქრობდი, მე მაცუმოტო უნდა ვთქვა. მეც მაცუმოტოს წურავ. მაცუმოტო გონია, აი ზუსტად რას ვთქვი რა. მესამე რაუნდში თავისი გულით დიდი შანსი აქვს რა. აუ რავი, აგერ მეოთხე ანდერდოგი უნდა გავწურო უკვე. თან ძიმე ანდერდოგია ძალიან. ანუ საბეთაოდ პატარა თანხაში შვენიერი ქარდია. მოკლედ ფიქი გვაქვს მე და გიოს ჯინ მაცუმოტო ამ დაპირისპირებაში. გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე, სადაც ყავს მიჰაილ ოლექსეიჩუკი. ეს უკვე რიგით მესამე პოლონელი ქარდზე. Power Bar-ის წინააღმდეგ. Power Bar ანდრე ბარიოს წინააღმდეგ. იმ ორი პოლონელისგან განსხვავებით მიჰაილ აღარ იმზადება ამერიკაში
არა, ამერიკაში არც იმზადებოდა იდეაში, პოლონეთიდან მიდიოდა, პოლონეთში ემზადებოდა ხოლმე წინა ჩხუბებში. ბოლო და Fighting Nerds. Fighting Nerds შეუერთდა ორი ჩხუბია, ბრაზილიაში გადის მომზადებას და რაც შეუერთდა Fighting Nerds, ხელებში ბომბები აღმოუჩინეს Fighting Nerds-მა. არა, ხელებში ბომბები სულ ქონდა, თუმცა ანუ განავითარა თავისი სტილი, თავისი თავი აშკარად აგერ ეთყობა ორი ბრძოლა რაც Fighting Nerd-თან არის და იგებს ორივეს ძალიან დამაჯერებლად და ეჩხუბება კანადელ ანდრე ბარიოს, მარკ ანდრე ბარიოს, ჩემთვის ძალიან საყვარელ მებრძოლს, ძალიან მიყვარს ეს კაცი, ძალიან დიდი გული აქვს და ერთ-ერთი ის მებრძოლია, ვისაც თავისი ნიკნეიმი იდეალურად შეესაბამება Power Bar-ი, რაც უფრო დრო გადის ეს კაცი უფრო და უფრო იხოდება მესამე რაუნდში ძალიან კარგად გამოიყურება ყოველთვის და ძალიან მომწონს ეს, იმიტომ რომ ამ წონაში მაინც არ არის ხშირი ასეთი რამ, middleweight მაინც დიდი ბიჭები არიან და ძირითადად პირველ რაუნდში ტოვებენ ხოლმე ყველაფერს და აი თუნდაც შარასთან ბოლო რაუნდებში მოიხოდა და ნოკდაუნიც მიცა მახსოვს შარას დამარცხდა საერთო ჯამში, მაგრამ იგებს ხოლმე რა, ბევრჯერ ამოუკაჩია, პირველი რაუნდი გადაუტანია და მერე ბოლოს ამოუკაჩავს რა. ბევრჯერ ყოფილა ისე რომ ვერაუტანია, დიდი ზიანი პირველ რაუნდში, მაგრამ გული სულ აქვს რა. ხო, ნახოთ მოკლედ უკვე გაბრაზიელებული რა სიტყვა. ის გაბრაზიელებული. თავი მივარ. ხო, აი არ გვინდა გაბრაზიელებული. ვნახოთ ოლექსეიჩუკი თუ მოახერხებს. ხო, იგივე როგორც ერთ-ერთ ბრძოლაში გოგოების დაპირისპირებაში ვთქვი, ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში გამარჯვებულს შემდეგი ბრძოლა დიდი ბრძოლა ელის რა. შეიძლება ტოპ 15-დან ხო, მაგრამ ჩემი აზრით ოლექსეიჩუკმა რომ მოიგოს უფრო დიდი ბრძოლა ელის ვიდრე ბარიოს, იმიტომ რომ ყველაზე არ არის ეგეთი ბარიო ეგეთი exciting fighter-ი როგორც ბიჭო არა ეხა ოლექსეიჩუკი არის. ბარიო ანუ შეიძლება ბარიო არის exciting-ი, მაგრამ ისეთი პროსპექტი არ არის როგორც ოლექსეიჩუკი. ხო, თან ანუ მარცხიდან მოდის ბარიო და აგერო ოლექსეიჩუკს winning streak-ი აქვს პატარა, კარგად გამოიყურება და კი, ტოპ 15-ში უეჭველი მიცემენ ვინმეს ოლექსეიჩუკს ამ ჩობის მერე თუ მოიგებს. აგერ 1 და 17 აქვს ოლექსეიჩუკს ძალიან დიდი ფავორიტია. 4 და 85 ბარიოს. არ ვფიქრობ ასეთი დიდი ფავორიტი უნდა რომ არის ოლექსეიჩუკი, არ ვფიქრობ მაგას, მაგრამ არა, ჩემი აზრით გათიშავს ოლექსეიჩუკი ბარიოს. მე მგონია ძალიან თანაბარი ჩუბი იქნება 3 რაუნდი. მე ესე მგონია 3 რაუნდი იჩხუბებენ, ნახოთ. მაგრამ ხო, ოლექსეიჩუკი მგონია გარჩევა გამარჯვებული. შემდეგი ჩხუბი ჯალტონ ალმეიდა რიზონ კუნიევის წინააღმდეგ. ალმეიდა BJJ არტისტი. ძალიან მაგარი ჯიცერი, მაგრამ არც თუ ისე სახარბიელო MMA ფაიტერი. ამ კაცს აქვს 0 სტრაიკინგი. ანუ ესე ციფრებით რო ვთქვათ, 0-ს მივცემდი სტრაიკინგში. 10 ბალიანი სისტემა რო ვთქვათ. 9-ს მივცემდი ჭიდაობაში, 10-ს მივცემდი გრეპლინგში და 0-ს მივცემდი ground and pound-ში. ანუ ძეჭის იმასთან რა იჭხუა? რა ქვია იმას? ხელს არ ურტყავს. მოიცადე ერთი წამი ვისთან იჭხუა? ალმეიდამ. ვოლკოვთან იჭხუა და ზემოდან ეწვას 3 რაუნდი და წააგო, იმიტომ რომ არ ეხებოდა ზემოდან რო იყო. ზემოდან იყო და ტიპი იმიტომ რომ იმენა უარს ამბობდა იმაზე რომ დაერტყა ხელი, წააგო split decision-ი. გავგიჟდი ბიჭო, ანუ
თან ცვეჩი ეკუთვნის ვოლკოვს, იმიტომ რომ ზიანი უფრო მეტი. ქვემოდან მუშაობდა, ხო, ქვემოდან მუშაობდა და ურტყავდა. ხო და ის ზემოდან ეძდა და არაფერს აკეთებდა და მაგრა გამიკვირდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდი, აი ყველას თვალში ძალიან ცუდი ამ საჯები ზუსტად იგივეს ფიქრობდნენ, რასაც მე ვფიქრობდი, დარწმუნებული ვარ. მეთქი ეს საზიზღარი ვინა გააჯმევინეთ, მეთქი ამას გააგდეთ მეთქი. დაჟე წინაზეც აქვს რა, ესეთი რაღაც გაკეთებული იმასთან, დერიკ ლუისთან. 5 რაუნდი ზემოდან ეწვა პროსტა, ანუ არაფერი არ უქნია. ხო და აქეთ ყავს კუნიევი, რომელსაც ასე ვთქვათ, ყველაზე ისეთი დიდი ჩხუბი აქვს თავისი ბოლო ფაითი კურტისთან. ძალიან ძიმე ჩხუბი იყო. ორივე ძალიან დაიღალა, 3 რაუნდი იჩხუბეს მახსოვს. და სპლიტით მოიგო კურტისამ, ძალიან ახლო ჩხუბი იყო, მაგრამ მაინც სტრაიკერია და აქვს ხელში ძალა კუნიევს და ვფიქრობ შეუძლია რომ ალმეიდა გათიშოს თუ მოახერხა და დატოვა ეს ჩხუბი ფეხზე თან დაღესტნელია შეეცდება რომ დაიცვას თავი ჭიდაობისგან მარ უყვარს ჭიდაობა დიდად უფრო სტრაიკინგს ემხრობა და შეეცდება მოკლედ გათიშოს ალმეიდა კი რა თქმა უნდა შეეცდება ძირს ჩაიყენოს და დააждდეს ზევიდან 3 რაუნდი ხო ანუ ეძებს საბმიშენს მაგრამ თუ არ გამოსდის მე ვერაფერს ვეღარ აკეთებს რა და ისა აქ ანუ arm triangle-ზე მიდის ეგრევე ანუ თავით აწვება ეგრევე ხელზე და ცდილობს ზურგი აუღოს და მაქედან გაგუდოს აი ეს ორი ძიმე საბმიშენი აქვს მაგრამ მუშაობს აი ძიმე ზონაში მუშაობს რა ეს რა მე ამ რიჟვან კუნიევზე არ ვიცი საკმარისი რომ თქვა რა მოხდება რა ანუ თუ ამ კუნიევს პატარა ჭიდაობის ანუ takedown defense-ი და ძირს გადარჩენის ინსტინქტი აქვს ჩემი აზრით კარგი შანსი ექნება ალმეიდასთვის იმიტომ რომ უბრალოდ გრეპლერია ალმეიდა რა და მაგითი heavyweight-ში უბრალოდ გრეპლერი რო ხარ ძალიან კარგი სხვა არაფერი არ გჭირდება რომ იმამდე ახვიდე რა იმენა ტოპ 5-მდე ახვიდე ხო და რა ვიცი აი რო ვიცოდე მეტი კუნიევზე რამეს ვიტყოდი რა მაგრამ რო არ ვიცი რა ვთქვა იმენა ხო და რავი რა საბოლოოდ იმენა მაგის გამო არ ვიცი რომელი ავირჩი კაი ფავორიტი ალმეიდა 1.64 აქვს 2.23 აქვს კუნიევს კოეფიციენტი და მე ალმეიდას ვიტყვი რა მე ვიტყვი კუნიევს იმიტომ რომ ანუ დასადებად არა იმიტომ რომ ამ ჩხუბზე არ დავდებდი რთული არის რა heavyweight-ი ისეთი თემა არის რომ მით უმეტეს ეს ჩხუბი კონკრეტულად რა ვიცი ჩემი აზრით რთული ამოსაცნობია ძალიან რა მოხდება კაცმა არის მართლა ხო და დასადებად არ ვიტყვი მაგრამ აი ესე უბრალოდ ხო რა ფიქისთვის ავირჩიოთ მაინც ავირჩევ კუნიევს იმიტომ რომ ალმეიდა არ მინდა მიხილო ხშირად კარგი გადავიდეთ main event-ზე რომელიც არის flyweight-ები პატარა ბიჭები ყავს კიოჯი ჰორიგუჩი აი ამ ჩხუბისთვის მაგარი მოხდილი ვარ მაგრად დააიბებული რა ხო მაგრად მინდა ეს ჩხუბი ნახო ეს ჰორიგუჩი არის რავი სასაული ტიპია ძალიან მაგარი ბიჭი სასაული ტიპია ტაგირს რა უქნე გააყლევა ტაგირი ეხა ალბაზის ეჩხუბება ეს ამირ ალბაზიც აღმოჩნდა არც ისე კარგი ფაითერი და ჩემი აზრით სანამ ანუ ჩემი აზრით ვიტყვი ეგრევე უბრალოდ რომ ჰორიგუჩი ჩემი აზრით მოიგებს და მინდა მაგრად რომ მოიგოს რომ გავიგო მაგის ოქტაგონ ინტერვიუ საყვარელი კაცი ოქტაგონ ინტერვიუ და ნახო მე კიდე უფრო მაღალ დონეზე ეჩხუბოს ვიღაცას რა ხო ჰორიგუჩი არის ის მებრძოლი რომელიც იყო UFC-ში თავის დროზე 8 ჩხუბი აქვს UFC-ში 7 მოგებული აქვს 1 აქვს წაგებული დემეტრიუსთან და გააგდეს ტიპი
flyweight-ია რა. შიგაქვთ UFC არაფასებს flyweights. ეხლა კიდე არ არის ეგეთი სიტუაცია, მაგრამ ადრე ხო რაც იყო. ხო რა, დემეტრიუსთან აქ კამარზე ნაჩხუბი და წაგებული მეხუთე რაუნდში არბარით. ერთი წამი იყო დარჩენილი და არბარით აქ წაგებული. მოიცა თუ პირველ წამზე არის. არა. ერთი წამი იყო დარჩენილი. ბიჭო კი არ ვიცი ეს ჩხუბი, ერთი უნდა ჩაუვждე მაგას. რანაირად ცუჩი საინტერესოა ეხლა. ძალიან საინტერესოა ერთი წამი როგორ მაგრამ უგებდა უეჭველი ჯონსონი. ანუ ეს იქნებოდა რა, იმენა ლეგენდარული ჩხუბი იქნებოდა ის რო ყოფილიყო, რომ ხოაზე ხარ იგებდა 5 რაუნდი და ბოლო იმაში წააგო. კაი, მაგის მერე რაიზინში გადავიდა და გადაურბინა ხალხს, ყველას მოუგო, სანამ ასაკურა მათ შორის მანელ კაპეს. ხო, კაპესთან აქ მოგებული და წაგება აქ მერე ეს winning streak-ი დაუმთავრა ასაკურამ. პირველ რაუნდში დააფინიშა, თუმცა შემდეგ ბრძოლაში აქეთ დაუბრუნა ფინიში პირველ რაუნდში ასევე ასაკურას რემატჩი. და აი სერხიო პეტისთან აქ შემდეგ წაგებული უკვე ბელატორში გადავიდა და სერხიო პეტისთან აქ მეოთხე რაუნდში წაგებული რომელსაც აი ძალიან მშვიდად იგებდა რა 4 რაუნდი მოგებული ქონდა და პეტისმა ამ ბექფისტით დაიჭირა. ბიჭო აი პროსტა ეხა შეხედე პაჩი მიქსთან აქ წაგებული დესიჟენი. რანაირად იძახდნენ ბელატორში რომ იყო რა ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ეს არისო ბანტამოიტია დედამიწაზეო რა UFC-ში გადმოვიდა და მაგაზე საზიზღარი მოჩხუბარე არ მინახავს სხვა და რანაირად მოუგო ამ ხორიგუჩის რომელმაც ტაგირი გაანადგურა დაღესტანელი კაროჩე ყველამ ვიცით რომ დაღესტანელები არასდროს არ აგებენ ტაგირი გაანადგურა რანაირად პაჩიმისთან ამ კაცმა რანაირად წააგო ბიჭო არ ვიცი რა სტილები ქმნიან ბრძოლებს რა შეიძლება ხორიგუჩისთვის ისეთი სტილი იყო რომ გაუჭირდა რა მაგ მომენტში პაჩისთან თუმცა რავი ყველას როგორ გაუჭირდა ყველას უგებდა პაჩი მიქსი და ხო არ ვიცი რა იმენა ყველაზე დიდი question mark-ი არის პაჩი მიქსი რანაირად პაჩი მიქსმა რანაირად გააკეთა ამდენი ბელატორში და ესე როგორ ჩაიჯვა UFC-ში ხო მაგრამ აი ტაგირაც გონია რომ ცოტა overrated-ი არის და გვაჩვენა რა ხორიგუჩიმ ძალიან მაგრად სემაი ძალიან მაგრად აჩაგრა აი ეხლა სხვათა შორის ვფიქრობ იგივეს თუ გაუკეთებს ალბაზის მაშინ მართლა ძალიან პრობლემა ანუ ისე რაც პრობლემაა ყველამ ეხლა ძალიან მაგარი მებრძოლია რა ხორიგუჩი და პრობლემა არის ყველა ვარიანტში ამ წონისთვის ბიჭო სულ რა მახსენდება იცი მოიკანოს სიტყვები მახსენდება რა top team-დან ხო არის ხორიგუჩი პანტოჟას ხო კამარი აქვს სპარინგ მარტინორები ხო არიან და მოიკანომ ერთ-ერთ პოდკასტში მახსოვს თქვა რომ ხორიგუჩი არის ის მებრძოლი რომელიც ყველაზე hard worker-ი არის top team-დან რა და წარმოიდგინე ამ ხელა ჯიმი არის top team-ი რამდენი ჯერ მარტო UFC-ის მებრძოლი ყავს და მოიკანოს ხო ერთ-ერთი მებრძოლია top team-დან და ესეთ რაღაცას რომ ამბობს ძალიან ბევრს ნიშნავს რა ძალიან ბევრს შრომობს ეს კაცი და მგონია რომ მივა კამრამდე თან როგორც ხედავთ საკმაოდ სწრაფად მიიწევს აგერ ტაგირასთან ქონდა დებიუტი დაბრუნების შემდეგ და ალბაზიც დიდი სახელია UFC flyweight-ში რა ვიცი ძალიან ჩვეულებრივად ამის მერე კამარზე შეიძლება აჩხუბონ თან იაპონელია და იაპონიის ბაზრისთვის იდეალურია ძალიან ჭირდება UFC-ს ერთი კი ყავს ხო მაგრამ რა ვიცი იაპონელები მაინც ვერ იმაშვებიან რა ვერ იმაშვებიან რა
UFC ცდილობს რომ წინ წაწიოს იაპონიის ბაზარზე UFC, მაგრამ იაპონელი მებრძოლები არ არიან ბევრი, ხო? ანუ არ არიან ბევრი, არა, ანუ არიან რა. უბრალოდ ვერ აკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ რა. და ხორიგუჩი იმენა მოვიდა და უნდა გააკეთოს, რაც არის გასაკეთებელი. ხო, რა, ჰორიგუჩია, კიდე ასაკურა არის flyweight-ში. ძირითადად პატარები არიან რა, პატარა ტიპები არიან. ასაკურა არის და რა ქვია იმას, ტაირა, ხო? გამოვიწყდა რა, ტაირა, ტაცურო ტაირა. ტაირაც, რა ვიცი, ლაპარაკობენ ვანთან კამარზე შეიძლება აჩხუბონ. თან UFC-ს უნდა იაპონიაში ჩაატარება კარდის და ეს ხალხი ჭირდებათ რა. ხო, ალვაზიზე რა შეიძლება ვთქვა? ალვაზი არის ის მებრძოლი, რომელსაც აქვს ძალიან კაი სტრაიკინგი და ჭიდაობაც, უფრო რესლერია. ძირითადად ჭიდაობით იგებს ხოლმე, ახერხებს ხოლმე გამარჯვებას. აქამდე UFC-ში დაუმარცხებელი იყო, უბრალოდ ბოლოს მორენოსთან წააგო. მორენომ ძალიან კარგად ყავდა შესწავლილი მორენოს და მოუგო საკმაოდ დამაჯერებლად. ხო, და მგონია რომ დაახლოებით იგივე ჩხუბი იქნება, რაც მორენოსთან იყო და 3 რაუნდიან ბრძოლაში არ უნდა გაუჭირდეს ჰორიგუჩის ალვაზის დამარცხება. კოეფიციენტებს რო ჩავხედოთ, კოეფიციენტებიც ამას გვეუბნება ბუკმეიკერების აზრით. ჰორიგუჩი არის დიდი ფეივორიტი, 1.24 აქვს, 3.95 აქვს ალვაზის და მგონია რომ გაიმარჯვებს ჰორიგუჩი, გაამართლებს ბუკმეიკერების აზრს. ბაუტისტა ოლივეირა ძალიან კაი ჩხუბი. UFC-ს მე-7 ნომერი 18 ნომერს მიჩვენებს აქ ოლივეირაზე, თუმცა არ ვარ დარწმუნებული. 18 ნომერია, ვითომ არ არის 15-ში? ვა. კაი. 18-3-ზე 23 ბაუტისტას რეკორდი, ოლივეირას 23-3-ზე აქვს. ვიღაცის 3 უნდა წავიდეს და 4 გახდეს. ხო. ვინისიუს ოლივეირა არის ის მებრძოლი, რომელსაც აქვს ძალიან მაგარი სტრიკი UFC-ში, რაც შემოვიდა. და ძალიან კარგად გამოიყურება. და ვიტყვი რომ აუ როგორ არ არის, აგერ მე-11 ნომერი კაილერ ფილიპსი ყავს დამარცხებული წინაზე და ეხლა დიდი ალბათობით 11 ნომერია თვითონ. ხო, 4 მოგება UFC-ში და ძალიან კარგად გამოიყურება. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მებრძოლია, ძალიან მომწონს მისი სტილი, ძალიან ბულინგ სტილი აქვს, უყვარს ხალხის დაჩაგვრა და ძალიან მომწონს რა, ესეთი სტილი ჩემთვის არის ყველაზე მიმზიდველი და ყბა აქვს როგორც ქვა. ხო, ძალიან ამ კაცის დაფინიშება შეუძლებელი მგონია. ძალიან დიდი არის ამ წონისთვის, აი მართლა ძალიან დიდია. სანამ Fight Week-ი დაიწყებოდა, ზუსტად 1 კვირით ადრე, ანუ ორშაბათს დაპოსტა ვიდეო 75 კილო იყო ტიპი, ანუ ჩხუბამდე 1 კვირით ადრე 75 კილო იყო, 14 კილო აქვს დასაკლები. მაგას თავი გაანებე, ეგ არის Fight Week-ის წონა, ხო, ანუ ეგ არის უკვე დაკლებული წონა იდეაში, ნადიეტარი არის უკვე რა. ძალიან დიდი არის ამ წონისთვის და რასაც ვლაპარაკობდი მის სტილზე, ტერმინატორებით დაძდევს ხოლმე ხალხს, ხელები დაბლა, ყბა ჰაერში, წინ მიდის და აი და არასდროს სახეზე არაფერი არ მოზდის.
სახე აქვს სულთას. არიან ბევრი მებრძოლები ხოლმე, ვინც გამოაჩენენ ხოლმე მასეთ სტილს, აი თუნდაც ესე რომ დაუფიქრდე ახლა, მახსენდება გუსტავსონი, ოღონდ ის ძველი გუსტავსონი არა, აი ახალი თუ გახსოვთ, ქონდა ხაოს უილიამსთან ქონდა დებიუტი, გამოვიდა და აი 3 რაუნდი ძალიან ცემა რა, აი გეგონება პატარა ბავშვი ვიცემა, ეს ხაოს უილიამსი ძალიან მომეწონა, მაგრამ შემდეგი ბრძოლა ფახრადინოვთან აჩუქეს და ფახრადინოვმა გაანეიტრალა ძალიან ჩვეულებრივად და დააფინიშა. კიდე ერთი ესეთი მახსენდება კარლოს ლეალი, ბრაზილიელი, აი ზუსტად მორონო ვინც გათიშა. აუ რა უკნა სალი ხო მატჩი. აი ეს ანდრეას გუსტავსონი. მაგრამ იმას რა უკნა სალი. აი ზუსტად მაგას ვამბობ რა, ძალიან ბულერი ტიპი მორონო აი ძალიან ცემა, ძალიან მოწყალო ცემა და გამოვიდა მერე და ბებერმა სალი ხომა გათიშა. ეს ვინისიუს ოლივეირა 4 ბრძოლა ამას აკეთებს და ვერავინ ვერაფერს ვერ უპირისპირებს რა. გამოდის და უმოწყალო ცემს ხალხს. ცოტა იქიდან გამომდინარე რომ ძალიან დიდია და ძალიან ბევრ წონას იკლებს. მესამე რაუნდში უკვე ძალიან დაღლილი არ არის, მაგრამ ხელები ხო ისე რაც ჩამოშვებული აქვს და მესამე რაუნდში უბრალოდ ძირს აქვს ხოლმე ხელები. უბრალოდ ეხა 5 რაუნდია. 5 რაუნდი არ აქვს ნაჩვენები. ხო და აი მარიო ბაუტისტაზე რაც შეიძლება ითქვას, მარიო ბაუტისტას თითქმის ყველა ჭუბი მაგნანახი მიუყვები, კაროჩე უყურებ, არა ყველა ჭუბი არა, იმიტომ რომ ცოტა მერე დავიწყე მეყურება. და აი სადღაც ბლაკში არის ან კანეტის ჭუბიდან დავიწყე და იმის მერე უყურებ, კაროჩე ბაუტისტას ჭუბი არ გამიმაზავს და მაგრად მომწონს ბაუტისტა, ერთ-ერთი როგორც შენ ეს არის ლოკდოგი ოლივეირა არის შენი ერთ-ერთი საყვარელი ფაიტერი იმაზე და მიყვები თავიდანვე ეგრე არის ჩემთვის ბაუტისტას და მაგრად მომწონს კაროჩე ყველა ძალიან კარგი well-rounded ფაიტერი, კარგი fight IQ, გეგმით მოდის ყოველთვის და იცის რა უნდა ქნას ვისთან და წინაზე ეს რო გააკეთა რა ქვია ლეკიკი რო მარიო ჯამპით აიცილა ეს იყო მარიო რო ქვია და მარიო ჯამპით რო აიცილა ეგ სასაცილო ანუ ორივე ფეხით ახტა ესე ხმაუნდა დაგედა ხო და ძალიან საინტერესო მეჩაპია ჩემი აზრით რთული ამოსაცნობი მაგრამ რთული ამოსაცნობი თუ არა ძალიან საინტერესო საუბრებელი იქნება და მაგრამ ვისი ამონება მჭუბით აუ მაგ ვიდეოს დავაედიტებ უეჭველი იმას ვიზავ ჩავსვა ამ იმაში მე მარიოს ჯამპი მარიოს ჯამპს თუ ვიპო რომელი ჭუბი იყო გახსოვს მეგონი წინა არ იყო წინა უმარს ეჭუბა სიმონთან იყო მგონი ხო მოზები კაი ხო ანუ ბაუტისტაც დიდი არის ამ წონისთვის და საკმაოდ ძლიერია და ბაუტისტას მე უპირატესობას რაშიც მივანიჭებდი არის აი ის რაც შეიძლება ვთქვათ რომ ოლივეირას მინუსი შეიძლება იყოს bro კიმბუ მოდი გააჩერე ძმა მოდი ჩვენთან კიმბუში აუ რა მხელა ის რამის გადმოგვიგდო კამერა მოდი ძმა მოდი შემოგვიეთ იმას კენ სტუმარი ყავს კამერა შეხედე რა ხო არ იმას კენ ხო არ სვიჩი რა დაიღალე ცა გავასწორი დაიღალე ოხ როგორი დაღლილია კაია კაი ხო ბაუტისტას ძალიან კაი კარდიო აქვს რაც მინდოდა მეთქვა მართალია 5 რაუნდი არ აქვს ნაჩხუბი როგორც ოლივეირას ასევე ბაუტისტას მაგრამ არასდროს არ დაღლილა რა არასდროს არ დაღლილა კი არა წინა ჩხუბში უმარასთან დაღალა აქეთ დაღალა უმარა წააგო ეგ ჩხუბი მაგრამ ნახეთ იქ ოქტაგონ ინტერვიუში ფეხზე ძლივს ითქა ძლივს უნთქავდა უმარა ისეთი დაღლილი იყო
ბაუტისტა ბევრად კარგად გამოიყურებოდა ჩხუბის მერე. ხო და აი თუ გამოიყენა თავისი ეს კარდიო ბოლო რაუნდებში დიდი შანსი ექნება გამარჯვების, მაგრამ ეხავე ვიტყვი რომ საერთოდ არ მევა ეს ჩხუბი ბოლო რაუნდებამდე. რას მიქნევ თავს მეთანხმები? რა თქვი? უღურებდი იმას. ბოლო რაუნდებამდე არ მევა თქო ჩემი აზრით რა. ლოკდოგი მიაფინიშებს ჩვენ ძმას. იმის მიუხედავად რომ ძალიან ძნელია ბაუტისტას. აი კიმბო ჩადი რა ძმა იზვინი. ბაუტისტას დაფინიშება. კიმბუში. კიმბო სლაისი ყავს. სტუმრა. მაგრამ სამწუხაროდ უნდა დატოვოს საქაურობა. წადი კიმბო. წადი დედიკოსთან. ის არ გადააგდოს. როდიში. ძმა. გვეთამაშიო. სად ვიყავით? მე 5 რაუნდი არ გაგრძელდება ვიზახტი და რა ვიცი რა. ხო, ანუ მაინც უფრო მგონია რომ დააფინიშებს ოლივეირა, მაგრამ თუ არ დააფინიშა, იმის იმედიც მაქვს, რომ 3 რაუნდს მოუგებს 5 რაუნდიდან. წვეთში შეიძლება, მაგრამ ჩემი აზრით ბაუტისტა ისე არ გარისკავს, რომ ანუ დააფინიშოს ოლივეირამ რა. ოლივეირა რაღაცნაირად ოლივეირა ხო არის ჩაგვრელი რა, ჩაგრავს ხალხს. ჩემი აზრით ბაუტისტა უბრალოდ არ დააჩაგვრინებს თავს, ბაზარი არა. არ დააჩაგვრინებს თავს და თავის თამაშს ითამაშებს. აი მაგაში არის ბაუტისტა კარგი, რომ თავის გეგმას წყვეტს კაროჩე და მაგ გეგმას მიყვება, რაც არ უნდა მოხდეს რა. და ჩემი აზრით არ შეყვება dirty fighting-ში ოლივეირას და striking-ში clean-ad თან იმებსაც takedown-ებსაც დამიქსავს და რა ვიცი შეიძლება კი არა ბაუტისტას ავირჩევ მე რა. ბიჭო ხო, ანუ გეთანხმები, ბევრად სუფთა სტრაიკერია, ბევრად ტექნიკურია და ჩემი აზრით აი ესე მოხდება ამ ჯგუფში, რომ ბაუტისტა მოუგებს ოლივეირა ისწავლის, ბერს გამოიღებს ამ ჯგუფიდან და დაბრუნდება ძალიან ძლიერი. ბაზარი არა, ძალიან გეთანხმები რა, ანუ შეიძლება ეგრე იყოს, მაგრამ მე მაინც ოლივეირას მივაწვევი. აი თუ დაჩაგრა ბაუტისტა, როგორც ხები ჩაგრავს ხოლმე. რა ვიცი, აი ყველას დაჩაგრავს მაშინ ესე ის რა. წვეთში. იმენა ეს ძალიან კაი ჩელენჯია რა, აი матчмейкерებს იმენა საღო რომ ეს ჯგუფი მოიფიქრეს, იმიტომ რომ ოლივეირასთვის არის ძალიან კაი ჯგუფი. ოლივეირასთვის არის ძალიან კაი ჯგუფი, იმიტომ რომ win or lose, კაროჩე ბერს გამოიტანს ამ ჯგუფიდან რა. თუ მოიგებს ძალიან კაი ჯგუფი მოიგო, ბაუტისტა კარგი სახელია და თუ წააგებს კიდე, იმიტომ რომ ბაუტისტა ესეთი კარგი სახელია, სტოკი არ დაუვარდება და ბევრს ისწავლის. წავა განვითარდება და დაბრუნდება უკეთესი რა. მაგრამ ხო, მე მაინც მგონია რომ თავისი აი ამ გულით მოუგებს რა. აი რა მგონია, როგორ მგონია იცი წარიმართება ან რაღაცაზე დაიჭერს, ძალიან მძიმე რაღაცაზე დაიჭერს ოლივეირა თავიდანვე, ან პირველი 3 რაუნდს მოუგებს და თავისი აი ამ ტანობით 5 რაუნდს გაკაჩავს რა. და ხო, კაი, იმას ჩავხედოთ კოეფიციენტებს და ანდერდოგია ოლივეირა 2.33 ბაუტისტას 1.60-თან. ხო, ანუ იდეაში ეგრეა რა. აქ ტოპოლოგიზე ის არის. თუ არა, ხო, უკეთ. ობიექტურად ესეც უნდა იყოს. და ჩემთვის რიგით მეხუთე ანდერდოგ პიკი იქნება ოლივეირა. წურა ოლივეირას მოკლედ ამ ქარზე. და უელი ამ ბრძოლას ისე როგორც არც ერთს. ხო,
ეს იყო რა. ძალიან დიდ მოლოდინში ვარ ამ კარდის. ძალიან კაი ჩხუბები გვექნება, დარწმუნებული ვარ და ნახოთ რა, იმედია ამ კარდზე მაინც გამართლდება ჩვენი პიკები. აღარ გვაცდის რა, კიმბო. მოკლედ დაგემშვიდობებით. გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ვიდეო თუ მოგეწონათ და დაუბრუნდებით შემდეგ კვირას რა. განვიხილავთ ამ ბრძოლებს და განვიხილავთ მომავალ fight cards. წავედით. Peace out. ახლა კიდე მოვეფერებით კიმბოს. Yeah boy. კარგი ბიჭია. Yeah boy. და იმსახურებს. Good boy. Good boy. Good boy. Good boy.